ურთულესი მისიის წინაშე დადექი ნოდიკო, შენი ჯერია, იმედია სატირვად არ გაგიხდება საქმე, მაგრამ მე შენგან საკმაოდ კარგ დუელს ველოდები. შემდეგი წყვილი რინგზე. ორი ისეთი მომღერალი, აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული, ძალიან სპეციფიური ტემბრებით. ლუკა ბერიძე. როკ მუსიკაზე შეყვარებული ლუკა ბრმა-კასტინგზე რობი უილიამსის სიმღერით მოვიდა. მას მხოლოდ ერთი მწვრთნელი, ნოდიკო შემოუბრუნდა და გააბედნიერა ჩვენი პატარა კონკურსანტი. შენი მეტოქე იქნება გიორგი გასვიანი. პოლ მაკარტნის სიყვარულით სავსე სიმღერის ემოციური შესრულება გიორგის ბრმა-კასტინგზე 4-ვე მწვრთნელმა დაუფასა. გიორგიმ კი ვოისის გზის გასაგრძელებლად ნოდიკოს გუნდი აირჩია. თქვენი ერთად დადგომა რინგზე და იმ სიმღერის სიმღერა, რომელსაც ახლა გამგეტყვით, არის ჩემთვის ერთგვარი ექსპერიმენტი და მინდა რომ ამ ექსპერიმენტში ამყვეთ და ერთად შევძლოთ ის, რომ მაყურებელს ვანახოთ, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. თქვენ უნდა იმღეროთ Boyz II Men-ის უკტავი ჰიტი End of the Road. თვითონ სიმღერა End of the Road არის ჟანრობრივად soul-ის. შეიძლება სიმართლე გითხრათ, დღემდე არ მქონია გამოცდილება და არც მიმღერია და რო არ მოგატყუოთ არც უსმენ საერთოდ ამ ჟანრს. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ არც ერთი არ კარგავს თავის თვითყოფადობას. მე ვერ გეტყვით რომ უკეთესად გამომივა ის როგორც ნოდიკომ თქვა ეს ექსპერიმენტია და ნახოთ ეს ექსპერიმენტი როგორ ჩაიგდო. всё, გავჩერდეთ. გიო, აქ ნახე ხა შენთან რა პრობლემა არის, აშკარად გამოკვეთილი რა. მისამღერში როგორც კი შედიხარ რა. იქ არის ისეთი აქცენტები, რომელიც უნდა იმღერო აუცილებლად სუფთად. მე მესმის რომ შენ გაქვს შენი მანერა, მაგრამ უსუფთავობა არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. როგორი შენი რაღაცა არაორდინალური და განსხვავებული და განსაკუთრებული მანერაც არ უნდა გქონდეს. მუსიკას ოხდება სისუფთავად. ორი სხვადასხვა მიმართულების მომღერალი დავაყენე ერთად. ტემბრალურადაც განსხვავდებიან, სიმღერის მანერითაც განსხვავდებიან, ყველა ნიუანსით სიმღერის დროს განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მართლა, იმიტომ რომ ნოდიკო არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მწვრთნელი. შეგიძლიათ ძალიან მარტივად იმღერო, მთავარია არ გაყო, იმიტომ რომ ეს იგივეა, აი რომ იმღეროთ, რომ დავუშვათ დე და რო გავყოთ, გესმის? რაც არაფრით ანუ არ შეიძლება სიმღერაში. ანუ მინდა მართლა გამარჯობა, მაგრამ მთელი გულით ვამბობ, რომ გიორგი თუ გაიმარჯვებს და გადავა, ხარში დაუდგები და მისი გულშემატკივარი იქნება. შეიძლება ითქვას, Boyz-ში ახლა ყველაზე შეხმატკბილებული რინგის დრო დადგა, მაშასე ნოდიკოს მუსიკალური ექსპერიმენტი Boyz-ში. მას აქვს თბილი, ემოციური და დასამახსოვრებელი ხმა. გიორგი გასვიანი. მის წინააღმდეგ 16 წლის ლუკა ბერიძე მწვანე კონცხიდან. ყურადღება, რინგი იწყება. Belong together, and you know that right. Why do you play with my heart? Why do you play with my mind? Said we'd be forever, said never die. How could you love me and leave me and never say goodbye? When I can't sleep at
It's so natural. I belong to you. Bravo! ნოდიკო მეც გადავიდე, შენც გადავიდე. თუ ჩვენ. ამ ორიდან ერთ-ერთი მაინც უკვე აი მე ნოდიკო გარდაიცვალა. მიხაკი არ გაქვთ მივაგდო ერთ მივუგდოთ. აი მე მოკრებოდა რომ მოგიგდებ მიხაკი. შენ აქ ყვდებით უკვე მე და ანრი და ნოდიკო რამდენ დაგვახსენდა ბავშვობა და დაბადების დღეები ამ ერაზე To the end of the road. Let it go. It's so natural. Bijebo, oh child, bijebo. მე რა ხდება? ამ სიმღერაზე ძალიან აღზნებულები არიან აქეთა. არა, ხო, ჩვენ აღზნებულები ვარ. აი მე ძალიან მე მგონი ნუცა და ანრიც ნერვიულობენ და ყველაფერი ამის ბრალია. ოღონდ მართლა ნერვიულობ. ჩავარდით, იმიტომ რომ აი აუტანელ მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ აი ვაიმე ლუკა, გიორგი არ შემილი, აი ემოციური ძალიან კარგი, სწორი, ვაცადოთ მართალი შესრულება იყო ორივე მომღერლისგან, მაგრამ გინდ სუბიექტურობაში ჩამითვალეთ. გინდ ობიექტურო, როგორც გინდათ, ისე ჩამითვალეთ. ეს რინგი ჩემთვის მოიგო ლუკამ. მაპატიეთ ჩემთვისაც, ანრი. შენთვისაც? კაი ხარ, წამოიყვანე და დააძინე. არ ნერვიულო. იამნანა უმღერე. კი, რა თქმა უნდა. ია. ბიჭებმა მთხოვეს რომ ერთად დავდგებითო, ერთმანეთს ძალიან გულშემატკივრობენ და ამხნევებენ და მე ვგრძნობ, აი მართლა ვგრძნობ, ეხლა ორივე როგორ ნერვიულობს. მე არ ხელის დადებითაც კი გრძნობა. და ნოდიკო, ნუ ღარ ვაწვალებთ გიორგის და ლუკას. ასე მე რომ აწვალებ ხა ისი. დაგავაკეთო, მე აქ ამისთვის ვარ ნოდიკო. გიორგი და ლუკა, მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენ ხართ ძალიან მაგარი ბიჭები, ძალიან მაგარი ვაჟკაცი კაცები და ის რაც თქვენ გააკეთეთ, მე ამისთვის გეუბნებით მადლობას. მადლობა შეი. ორივე ხართ ძალიან მაგარი ადამიანი, გარდა იმისა, რომ ღერით ძალიან მაგრად და აბსოლუტურად განსხვავდებით ერთმანეთისგან ვოკალური თვალსაზრისით. სტილისტიკურად, ტემბრებით, მანერით, აბსოლუტურად ყველაფრით და ეს სიმღერაც იყო აქ ერთგვარი, როგორ გითხრათ. ეს სიტყვა გამახსენეთ რა. რომელი სიტყვა მითხარი? წარმოიდგინე ისა ვარ Google Translate. ანუ ეს სიმღერა შევარჩიე იმიტომ, რომ აბსოლუტურად ორივესგან იყო განსხვავებული. და თქვენ იცით ეს სიმღერა როგორ შეირჩა ისტორია ძალიან კარგად იცით. ორივე, მაგრამ თქვენ ეს დაძლიეთ, მოირგეთ და იმღერეთ. თული დავალება მიეცი, იმიტომ რომ არც ერთისთვის არ იყო. არ ჩდება არც ლუკას სტილისტიკაში და არც გიორგის სტილისტიკაში, ჟანში არაფერი. მაინც მოერიენ ამ ხო, მაგრამ ეს იყო ექსპერიმენტი, ეს იყო დამავისდა წეგან შემოანრი. რომელი? კიდე დამავისდა. დამნერვიულობ, იმიტომ რომ ეხლა უნდა მივიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვინ არის რინგის გამარჯვებული? არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მისაღები, რაც მე რინგებზე მიმიღია. იმიტომ რომ ლუკამაც გაართვა ამას თავი და გიორგიმაც გაართვა ამ ყველაფერს თავი. მაგრამ ერთ-ერთი წავა სახლში, მეორე დარჩება პროექტში. ერთ-ერთი წავა სახლში და მეორე დარჩება. სულ დაჭრეს, მაგრამ რას ვიზამთ? ნოდიკო. დარბაზიელი შენს გადაწყვეტილებას, ეს ორი არაჩვეულებრივი შენი ბიჭიც ელოდება შენს გადაწყვეტილებას და აღარ ანერვიულო, ეს იქნება ჩემი თხოვნა. თქვი? ვინ არის რინგის გამარჯვებული? ლუკა. ლუკა. პროექტში მე დიდ
მადლობას უთი გულშემატკივრებს, მესმის თქვენს გაიგეთ, ჩემი და გაიგეთ ამ ორი არაჩვეული მომღერლის. ეს არის კონკურსი და ერთ-ერთი აუცილებლად წავა სახში სამწუხაროდ. ჩემ და სამწუხაროდ. მაგრამ დღეს მომიწევს რომ დავემშვიდობო ადამიანს უსაყვარლეს ჩემს უკვე მეგობარს ნუ დაშალე მაგიდან. ლუკას ვემშვიდობებ. გიორგის ულოცავთ ის რჩება პროექტში. ძალიან ნანოფრო არ მაქვს ეს ღილაკი. სამწუხაროდ აღარ სამწუხაროდ. ნამდვილად. დარწმუნებული ვარ რომ არ გავუშვებდით ამ შემთხვევაში. ნამდვილად. პროექტიდან და ძალიან დიდი მადლობა გვინდა გითხრათ ჩემ დღევანდელი შესრულებისთვის. მართლა იმდენი კარგი ბავშვური მოგონება გაგვახსენე ამ სიმღერით და შენ უკვე ხარ ვოისის ისტორიაში და ხარ უკვე გამორჩეული. კაცია, ეს ვიცავ შეიძლება ხული გამოსა. დღევანდელი შენი გამოსვლით. ასე რომ მე მინდა დარბაზ თხოვო რომ აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჩვენი 16 წლის მონაწილეთან არ დაგავიწყდეთ. ლუკას ხვდებით დაშით. ლუკა. აბა გიორგო. ვერ გეტყვით ნოდიკომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა, იმიტომ რომ ორივე თვლი რომ თანაბრად ჩვენი საქმე გავაკეთეთ. შესაბამისად რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ რაც მიიღო ეთყობა ესე თვლით და ესე იყო საჭირო. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ რინგი მომეწონა, ძალიან დიდი სურვილი იყო ჩემი, რომ მეცსა გიორგისაც კარგად გვემღერა და ეს სურვილი ასრულდა და ახტა და ნუ რა თქმა უნდა მეც ყინა რომ ვერ გადავალი, მაგრამ გიორგის პირველი გულშემატკივარი ვიქნები მე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ვიცი რომ ბევრს მიახსენებს. და მინდა წარმატებები უსურვო.